მოგესალმებით. მოდით დღეს ვნახოთ ექსპრეს გაშლა სახელწოდებით, რას გეტყოდათ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნები. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი კონკრეტულად თქვენ ცხოვრებაში ამ მომენტისთვის არის აქტიური, არ არის აქტიური, კონკრეტულად შეყვარებული არის, კონკრეტულად ქმარი არის, ყოფილი ცოლი არის, ნათესავი არის, ძმაკაცი არის და ქალი. იქნება ორი ვარიანტის კატეგორია და ჩაიფიქრებთ სიტუაციას ამ ადამიანზე და რას გეტყოდათ არსებული ადამიანი. იმას რაც შეიძლება რომ ფიზიკურად არასდროს არ გითხრათ. მოდი ესე ვთქვათ, ხო? მოწერება კომენტარი გაზიარება ენერგობალანსირებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენელი, მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ სიტუაცია, ჩაიფიქრეთ ადამიანი და რას გეტყოდათ ჩაფიქრებული პიროვნება, ჩაფიქრებული ადამიანი ამ ეტაპისთვის. შეხედეთ აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასწრო არჩევა შეუძლია დააპაუზოს, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ჩაფიქრებული პიროვნება რას გეტყოდათ ამ მომენტისთვის სიტუაციური კუთხით. გეტყოდა ესეც, რომ ის სიცარიელის მდგომარეობა, რაც შეიძლება რომ სიტუაციურად შენ დაგეტოვებინა, ხო, მისთვის, საკმაოდ მძიმე არის. არ აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპზე, როგორი მდგომარეობაში იმყოფებით და როგორი სიტუაცია გაქვთ, შენ მასზე ძალიან დიდი კვალი დაამჩნიე, ხო, ცხოვრებისეულად, ძალიან დიდი კვალი დატოვე მასზე. საკმაოდ ამაყი ტიპაჟის კატეგორიაა და საკმაოდ ეგოისტი არის გარკვეული საკითხების მიმართ, ნარცისული დამოკიდებულება აქვს ბევრი საკითხის მიმართ და ნარცისიც არის იდეაში ეს ადამიანი. შესაბამისად, ყველაფრის მიუხედავად არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმეორდები რა სიტუაცია გქონდათ ან გააქვთ სიტუაციურად, შენ იმისთვის იმაზე უფრო მეტად ძვირფასი ხარ და იმაზე უფრო მეტად ახლობელი ხარ სიტუაციურად, ვიდრე შეიძლება რომ შენ წარმოგადგინოს. ყველაზე დიდი პრობლემა მასში არის მისი ეგოს მდგომარეობა, მისი პრინციპები, მისი ხასიათები, მისი აუტანელი გამოვლინებები, ესე ვიტყოდი, ხო? თავისივე ენა და თავისივე ქმედებები მისივე მტერი არის. ბევრ რაღაცას საწყის ეტაპზე ვერ იაზრებს, რაღაც მომენტში შეიძლება ჰქონდეს გამომყენებლური თვისებები, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? რაღაც მომენტში შეიძლება ჰქონდეს ეს ესე ვიტყოდი მაქსიმალურად შენგან სარგებლის მიღების სურვილები და გარკვეული პერიოდის შემდეგ რომ იაზრებს იმას რომ შენ რეალურად შეიძლება რომ გულწრფელი ყოფილიყავი მის მიმართ და რას აძლევდი რეალურად შენგან რას იღებდა და მისგან სანაცვლოდ არაფერს არ ითხოვდი, აი მერე უკვე ხდება, როდესაც უკვე სიცარიელის პოზიცია ემჩნევა ამ ადამიანს. რეალურად შენაირი ახლობელი და შენაირი კარგი ძვირფასი ადამიანი მას არასოდეს არ ყოფილა. სინანულის თემა აქვს შენთან მიმართებაში, რომ თითქოს ვერ დააფასა და არ დააფასა ის, რაც ჰქონდა ან კონკრეტულად აქ სიტუაციურად. უბრალოდ ესეთი ნატურა არის, ესეთი აუტანელი გამოვლინებები აქვს ამ ადამიანს. დამიწერე კომენტარებში რამდენად რეზონირდა შენ სიტუაციებთან, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლები რას გეტყოდათ არსებული ადამიანი ან ზოგადად რა ინფორმაციაც წამოვა. ნახე, რას გეტყოდა და გეტყოდა ესეთ რაღაცას, რომ შენ რაღაც მომენტში შენი ბრალი არის სიტუაციურად, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ეხლა რა მდგომარეობა გაქვთ, რა სიტუაცია გაქვთ, რაღაც მომენტში ამ ადამიანს აქვს შენდამი ესე ვიტყოდი დადანაშაულების ფაქტორი. არ ვიცი კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშანი იქნება, ბოლომდე ზუსტად ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა საჯარო გაშლის თემა არის, მაგრამ მურიელივით შხამიანობა ახასიათებს ამ ადამიანს. აი ერთს გეტყვის, ან ერთს გააკეთებს ისეც, რომ პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც იტყვა ხოლმე, გული ჩაგწყვიტოს, ხო? აი ესეთი რაღაცა გამოვლინებები ახასიათებს ამ ადამიანს. ამ ეტაპისთვის რასაც გეტყოდა ეს ადამიანი, რომ სიტუაციურად მას სჭირდები, რომ სიტუაციურად ძალიან ნაკლი ხარ, რომ იმ რაღაც გარკვეული სახის პრობლემებს ვეღარ აგვარებს შენ გარეშე, რომ შენ გარეშე ვერ ახერხებს იმ საკუთარი თავის რეალიზირებას, როგორც შეიძლება რომ მას უნდოდა. რეალურად შენ ამ ადამიანისთვის იყავი და ხარ გარკვეული კუთხით საყრდენი, რომელიც მუდმივად აძლევს ბიძგს, მუდმივად აძლევს სიხარულის ცხოვრებისეული კუთხით, სიხარულის და მოტივაციას ესე ვიტყოდი. უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ არ უნდა აღიაროს ის, რამდენად შეიძლება შენ მისთვის ძვირფასი იყო. რეალურად ეს ადამიანი არის ესე ვიტყოდი პატარა ბავშვის პოზიციაში, რომელსაც შიში აქვს, რომ თუ გრძნობებს გამოავლეს მაქსიმალურად და თავის რეალურ სახეს დაანახებს ვინმეს, ამას მისაწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. შინაგანა ძალიან დასტრესილი არის, ძალიან ბევრი ტრამვირებული სიტუაციები აქვს, როგორც ბავშვ ცხოვრებისეულად, ხო, ბავშვობის სიტუაციებიდან გამომდინარე, ასევე ბევრ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მავნებლობები შეიძლება ამ ადამიანს ახასიათებდეს. რასაც გეტყოდა არის ის, რომ რეალურად იმაზე უფრო მეტად სჭირდები და იმაზე უფრო მეტად უნდა შენი გვერდში დგომა, ვიდრე ამ მომენტისთვის შეიძლება გქონდეს, ან სიტუაციურად გქონდა როდისმე.
უბრალოდ ბევრ ამის საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაგრამ ამას ვერ გეუბნება იქიდან გამომდინარე, რომ იცის, რომ შენ რაღაც მომენტებში მთლად ესე ლაითად ვეღარ მიიღებ სიტუაციას და ლაითად ვეღარ გაუდარებ რაღაც თემებს. მიხდი ხო როგორი თემა არის. ასევე აღიქვავს საკმაოდ ძალაუფლების მოყარი ადამიანი. თითქოს მას ყოველთვის ზემოდან დაყურებ და დაყურებდი, ესე ვიტყოდი. აი ესეთი ორი ვარიანტის არსებული სიტუაციები დამიწერეთ, რამდენად რეზონირდა თქვენთან, გისურვებთ წარმატებას.